ივანიშვილის გარემოცვის სია მომავალ სახელმწიფო მდივანთანაა. ცნობილია, რომ მარკო რუბიოს ნუსხა კონგრესიდან გაუგზავნეს. იმ პირთა ერთობლიობას, რომელიც რუბიოს მიუვიდა ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელი ეწოდა. ამ ეტაპზე ლაპარაკია 25 ადამიანზე. აქ შედიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, მასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენები, მისი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის დე-ფაქტო პრემიერად მოხსენიებული კობახიძე, კალაძე, რიჟვაძე, ასევე პროპაგანდისტული არხების მფლობელები, რეჟიმის იდეოლოგიურად წოდებული პირები და მოსამართლეები. ახლა მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რა გავლენას მოახდენს ივანიშვილის რეჟიმზე ამ სიის გამოქვეყნება. რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში წერია, რომ აუცილებელია აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს სწორედ ეს მაცოცხლებელთა ქსელი. არც ომში ხარ და არც უკრაინის ის არა გვაქვს სიტუაცია. ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, რომელიც პროპაგანდისტული გზავნილების ტირაჟირების გარდა ქართულ ოცნებას ფინანსურადაც ეხმარება, სანქციების პრეტენდენტების სიაშია. იგი იმ 10 ბიზნესმენს შორის მოხვდა, რომელთა სანქციებას კონგრესი დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის განითხოვს და წერილს მომავალ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს უგზავნის. რადიო თავისუფლების ინფორმაციის მიხედვით კონგრესი ოცნების მხარდამჭერ ქართველ ბიზნესმენებს რეპრესიული სახელმწიფო აპარატის კორუმპირებულ გამაძლიერებლებს უწოდებს. პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციების მფლობელების გარდა სანქციების კანდიდატთა სიაში არიან ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის მოკავშირე ბიზნესმენები, რომელთა პრივილეგიები სადავო არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი, სამშენებლო ბიზნესის მფლობელი ყოფილი დეპუტატი და კახაკალაძის ბიზნეს პარტნიორი ილია წულაია. გიორგი კაპანა იგივე რიჟა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქართული ოცნების ოქროს მოწმედ იქცა. ვისოს ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე, რომელიც პროსამთავრობო პოზიციებისა თუ სადავო გარიგებების გამო სკანდალში არაერთხელ გახვეულა. კონგრესის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს იქნება ქართველი ბიზნესმენების სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი. ამ ზედახიან ენეიბლერების გარეშე ქართული ოცნება ვერ შეძლებდა ამდენი ხანი ძალაუფლებაში ყოფნას და ვერ შეძლებდა ამ მთელი ხნის განმავლობაში ქართული ერის ინტერესების საწინააღმდეგო მავნებლობას სინამდვილეში. ჯერ ერთი აფინანსებენ ქართულ ოცნებას, ზოგი პირდაპირ ღიად და ზოგი ირიბად, როგორც ეს უამრავი ფორმა არსებობს, როგორ შეიძლება სახელმწიფო პარტიას დაეხმაროს რომელიღაცა კომპანია. ზოგ შემთხვევაში პირდაპირ პროპაგანდისტული სიმძლავრეების ფლობენ ეს ზოგიერთი ბიზნესმენი და შესაბამისად პირდაპირ წყალსასხავენ ქართული ოცნების წისქვილს. მსხვილი ბიზნესმენების გარდა, რომელთა სანქციების შემთხვევაში სპეციალისტები მძიმე რეპუტაციულ და ფინანსურ ზიანზე ლაპარაკობენ, კონგრესი ითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის სანქციებასაც, რომელმაც საკუთარი რეპუტაციის გარდა ეროვნულ ბანკს დარტყმა რუსეთის აგენტად მხილებული ოთარ ფარცხალაძის ინტერესების ლობირებით მიაყენა. ახლა კი ნათია თურნავას სანქცირება ძვირად შესაძლოა ქართულ საბანკო სექტორს დაუჯდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი უკვე ამერიკის მთავრობამ ეს ადამიანები დაასანქცირა, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და მომენტალურად მოუწევს ქალბატონ ნათია თურნავას გადადგომა. ეს გამოიღებს უმძიმეს შედეგებს. ამიტომ გონს უნდა მოეგოს ბიძინა ივანიშვილი, სანამ ყველაფერი არ ჩამოშლილა და არ ჩამოგრეულა, მაინც მოუწევს არჩევნების დანიშნვა დროზე გააკეთოს ის. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საკმაოდ დიდი ოდენობის რეზერვები დოლარის ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოყენებული არის ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ნებისმიერი ისეთი ქმედებები, რაც დასანქცირებას მოიტანს და რაც დაასანქცირებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს და სხვადასხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ სიაში ქართული ოცნების პრემიერის და მინისტრების გარდა არიან თორნიკე რიჟვაძე, კახა კალაძე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, როგორც პარტიის იდეოლოგი. სავარაუდოდ დამატებით სანქციებს ითხოვს კონგრესი მოსამართლე ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, რომლებსაც სავიზო აკრძალვა უკვე აქვთ. სიაშია ბიძინა ივანიშვილის 4 ნათესავი, ცოლი, ძმა, შვილი და დეიდაშვილი. ბიზნესმენების მსგავსად დღეს სიის ყველა წევრმა დუმილი არჩია. პოლიტიკოსებს სწორედ იქიდან გამომდინარე პოლიტიკოსები არიან და ერთგვარად ამ ტიპის სხვა ტიპის დათულებს აკეთებენ. შეუძლიათ ცოტა ხნით გაძლონ, მაგრამ თუ
პოლიტიკურ კომპონენტს დაემატება განსაკუთრებით ბიზნეს სეგმენტიდან ყველა იმ წყაროს ჩაკეტვა, რომელიც ასაზრდოებს რეჟიმს, მაშინ რეჟიმი უბრალოდ კოლაპსს განიცდის. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ აი ზონდერები, რომლებიც სიკვდილის ბრიგადები ქუჩებში რომ დადიოდნენ მთელი ამ 40 დღის განმავლობაში და ერჩოდნენ აქტივისტებს, მომიტინგეებს, ახალგაზრდებს ცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ესენი მათი დიდი უმრავლესობა შავი ფულით ფინანსდება და ეს შავი ფული იქმნება სწორედ აი ამ კარის ბიზნესმენების მიერ. ქართული ოცნება კი თავს და მხარდამჭერებს კვლავ 20 იანვრის მოლოდინით ამშვიდებს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტისგან არათუ სანქციების ახალ ტალღას ელოდება, არამედ იმედი აქვს უკვე სანქცირებულებს ამ ტვირთისგან გაათავისუფლებს და ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიას აღიარებს. ამ ფიქრებში ოლიგარქის პარტია მარტოა. გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით, მით უმეტეს, როდესაც ეს გადაწყვეტილებები საკმაოდ მტკივნეული და გამბედავი ნაბიჯია, რომელმაც შესაძლოა ურთიერთობების სხვა ფორმის, თქვათ, სხვა ეტაპზე გადაიყვანოს, შეუძლებელია, რომ ეს არ იყოს ორპარტიული პოლიტიკის გამოძახილი. ამიტომ არანაირი ლოგიკა იმის უკან არ არსებობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა განსხვავებულად მოიქცეს ბაიდენის ადმინისტრაციისგან. უცნობია, ვინ არის ავტორი კონგრესიდან მარკო რუბიოსათვის გაგზავნილი წერილობითი თხოვნის ივანიშვილის მასაცვლებელთა ქსელის სანქცირების შესახებ. თუმცა საიდუმლო უკვე აღარავისთვისაა, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ნუგეშის სიტყვებს და გადაწყვეტილებებს ელის. კონგრესის დღის წესრიგში ქართული ოცნების არაღიარების აქტი უკვე დგას, რომელიც რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც ერთხმად ქართულ კოშმარად შერაცხეს.